ოპოზიციის ნაწილი ფარულად თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას განაგრძობს. შეხვედრებს მართავს რეგიონებში მაგალითად მამუკა ხაზარაძე. მზადება აღიარა ნაციონალურმა მოძრაობამ, თუმცა პარტიაში ირწმუნებიან, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. ჩვენ ძალიან აქტიური მუშაობა გვაქვს დაწყებული სხვადასხვა კამპანიის თვალსაზრისით რეგიონებში, არ არის აუცილებელი ყოველთვის კამერების წინ მუშაობა, ჩვენ საპარლამენტო არჩევნების ახალი თარიღის დანიშნვის შემთხვევაში ვიქნებით ყველაზე მეტად მომზადებული. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ემზადებიან არჩევნებისთვის, თქვენ იცით რომ დაიწყეს რეგიონებში შეხვედრები, ტრენინგები, სემინარები, თუმცა ისინი ამბობენ რომ ისინი ემზადებიან საპარლამენტო არჩევნებისთვის, მაგრამ საპარლამენტო არჩევნები იქნება 2028 წელს. კარგია თუ ასე ადრე ემზადებიან საპარლამენტო არჩევნებისთვის, თუმცა ხუთ თვეში იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. და მე დარწმუნებულია, რომ საბოლოო ჯამში ოპოზიცია მიიღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას. ის რომ ისინი ჯერ ამას არ ამბობენ, ეს არ არის მათზე დამოკიდებული. საბოლოო ჯამში ყველა ისინი არიან დამოკიდებული იმ გადაწყვეტილებაზე, რაც არა ქვეყნის შიგნით ამ კონკრეტული რადიკალური ოპოზიციური პარტიების წიაღში მიიღება, არამედ მიიღება ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმ ძალებიდან, რომლებიც დავალებას აძლევენ. საბოლოო ჯამში 64-ვე მუნიციპალიტეტში ქართული ოცნება დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს და კიდევ ერთხელ საზოგადოება შესაბამის განაჩენს გამოუტანს რადიკალებს. ეხლა აქვთ სამართლიანი რისხვის შიში საკუთარი ამომრჩევლის მხრიდან, რომელსაც ამდენი ხანი ატყუებდნენ. ეხლა იციან, რომ მათ სხვა გზა არ აქვს და არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ, მაგრამ რაღაცნაირად უნდათ რომ დროში, ასე ვთქვათ, დრო მოიგონ და შეაგუონ თავიანთი ამომრჩეველი იმ აზრს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არის აუცილებელი.